Haide არის ძალიან დახვეწილი კულტურული სპექტაკლი, რომელიც ეხება ძალიან მწვავე აქტუალურ პრობლემებს. ძალიან საინტერესო ფორმა აქვს მოფიქრებული რეჟისორს და ამ ფორმაში აბსოლუტურად კარგად თავსდება სხვადასხვა თაობის და მსოფლმხედველობის მსახიობები და ქმნიან ძალიან დახვეწილ მხატვრულ პროდუქტს. მე ვფიქრობ, რომ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასი აგრძელებს და ავითარებს ძალიან კარგ ტრადიციას და სათეატრო კულტურას. დღევანდელმა სპექტაკლმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გავოცდი, რამდენად დიდ და მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხო რეჟისორი თვითონ. მსახიობებითაც ძალიან ოხიბლული ვარ, იმიტომ ძალიან კარგად ითამაშეს და რო დასრულდა ამოვისუნთქე, იმიტომ მთელი სპექტაკლი მივყვებოდი აი ამ სვლას რა და ძალიან ყვაყოფილი ვარ. თუმანიშვილის სახელობის თეატრში დავესწარით მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლს ჰაიდე. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო მსახიობების პროფესიონალიზმი და ოსტატობა. მათ შეძლეს მომაჯადოებელი წრე შეეკრათ დარბაზსა და სცენას შორის, რომ მაყურებელი მათი ნაწილი გავხდით და მათთან ერთად განვიცდით ყველა მათ განცდასა და სატკივარს. თემა არის სამწუხარო რეალობა ჩვენს ირგვლივ და ძალიან დამაფიქრებელი. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ სცენაზე იქნება წარდგენილი ეს სპექტაკლი და ძალიან ბევრ მაყურებელს შეიძლება ნახოს, გაიაზროს და დაფიქრდეს ბევრ პრობლემაზე. პირველ რიგში აღნიშნავ ფაქტს, რომ სპექტაკლი იყო გასაოცარი და ძალიან მომეწონა. ვისურვებდი, რომ ამ სპექტაკლს კიდევ ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდა დაესწრებოდა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იყო გასაოცარი, დამანახა რეალობა თუ რა ხდება დღესდღეობით ცხოვრებაში და ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ ვუყურებდი დიდი სიამოვნებით. ძალიან ემოციური იყო ყველაფერი აბსოლუტურად ამ სპექტაკლმა კიდევ უფრო კარგად გაუსვა ხაზით, რომ რაოდენ ბევრი ტკივილის, დარდის და ემოციის მატარებელი შეიძლება იყოს ქალი და აი რაოდენ რთული ცხოვრება კონდეს ქალს ზოგადად რა. ძალიან ემოციური იყო ცრემლის გარეშე ვერ ვუყურე ამ წარმოდგენას და რეჟისორების ნამუშევარზე აუცილებლად პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან იჭერი ადამიანები არიან, საკმაოდ შემოქმედებითი ნამუშევარია. ჰაიდე. სამწუხარო რეალობაა პირველ რიგში გადმოტანილი სცენაზე. ჩვენ რეჟისორებმა ეს ძალიან კარგად მოახერხეს, რეალურად ხატულად გადმოეცა. პირველ რიგში ქალების ძალა აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს და შეიგრძნოს, იმიტომ რომ ეს დღევანდელობაა რეალურად მით უმეტეს პროვინციებში, სადაც ეს ხდება, არა დიდ ქალაქებში ცნობიერება უნდა ამაღლდეს და აუცილებელია ეს სპექტაკლი კიდევ საქართველოში მით უმეტეს ბევრ თეატრში უნდა წარადგინონ. რეჟისორების ნამუშევრებზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია. ძალიან მომეწონა. წინა სპექტაკლის მომეწონა და სულ მოვდივარ და სულ მაყოფილი ვარ დღევანდელმა სპექტაკლმა. ვიდეო რა ვიცი, ძალიან კარგი იყო. მსახიობებით ძალიან მაყოფილი ვარ. მადლობა თქვენ. ძალიან მომეწონა სპექტაკლი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა წამოჭრილი ქალების შესახებ და როგორია ქალის როლი საზოგადოებაში. ნაჩვენებია თუ როგორ ბრძოლობდნენ ქალები თავისუფლებისთვის, სიმართლისთვისა და ღირსებისთვის. ჩემთვის ძალიან კარგი იყო ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წვრილი იყო და ესე რომ ვთქვათ, საზოგადოება ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლის ამ სპექტაკლის მერე და ჩემი აზრით ძალიან ბევრი ესეთი სპექტაკლი უნდა გაიმართოს მარნეულის ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ პირველად ვესწრებოდი მარნეულის კულტურის სახლის სპექტაკლს და აი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან მომეწონა სპექტაკლი, რომელიც ეხებოდა მარადიულ თემას. ქალი სპექტაკლში წარმოდგენილი ხალხთაგან სხვადასხვა კატეგორიის ქალები არიან წარმოდგენილი არის ქალის ხვედრი, საერთოდ ზოგადად ქაlis ხვედრი am samqaroshi. Bugünkü tamaşa o qədər təbii və real canlandırılmışdı ki, orada duyğulanmamaq mümkün değildi. Mən təbrik eləyirəm həm aktyorları, oyuncuların hər birini, uğurlar arzu eləyirəm. Doğrudan da əmək verilən hər bir iş öz bəhrəsini göstərir. Bugünkü tamaşada onu gördük. Qadınların çəkdiyi əzab, əziyyət
o qədər təbii göstərilmişdi ki, duyğulanmamaq mümkün değildi. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო ეს თეატრი და ძალიან მინდა რომ კიდევ მრავალი ესეთი თეატრები ჩატარდეს. იყო ძალიან აღმოფრთოვანებელი ჩემთვის და სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მაგარი იყო, მართლა ძალიან მაგარი იყო. ემოციებითაც ყველა ძალიან დავიტვირთვეთ. თავარი იდეა კი ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და რეჟისორებს, რომ მსგავსი თეატრების ხილვა მარნეულშიც შეგვიძლია.